მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ მეოთხე თავს. წიგნიდან კიდევ ერთის ძალა. ეს გახლავთ კიდევ ერთი და დროის მენეჯმენტის 5 პრინციპი. აქ ძირითადად საუბარია როგორ გადავანაწილოთ დრო იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებებს. გონიერი ადამიანებისთვის ყოველი დღე ახალი ცხოვრებაა. ეს გახლავთ დეილ კარნეგის სიტყვები და ამით იწყებს ამ თავს ავტორი. ყველა ვიცის, რომ წუთში არის 60 წამი, საათში 60 წუთია. ჩვენთაგან უმრავლესობა სჯერა, რომ დღეღამეში 24 საათია. ალბათ გაიფიქრეთ, ცხადია, 100-ია, დღეღამეში სწორედ 24 საათია რა? არა. თუ შენ მაღალ ეფექტიანი შემსრულებელი ხარ და თუ კიდევ ერთის პრინციპით აზროვნებ, მაშინ მე გეტყვით, რომ არაო და მოგვიყვება ავტორი, როგორ გადააქცევს თავის 24 საათს 3-ჯერ უფრო მეტად, 72 საათად, იმისთვის, რომ როგორ გადააქცია და როგორ შეძლო ეს ყველაფერი, ასევე გვასწავლის ჩვენც ამ მეთოდს, იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებებს და თვითონ მოგეხსენებათ ძალიან წარმატებული და შემდგარი ადამიანია. ესე იგი, ყველა ადამიანს აქვს დროის, რა თქმა უნდა, თავისებური აღქმა და ჩვენ უნდა შევეცადოთ ეს აღქმა გამოვიყენოთ, დროის აღქმა გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ. თუმცა მე მინდა გესაუბროთ დროის აღქმა რაზეა, რა პირობებზეა, რა არის იმის მიზეზები, რატომ აღიქვავს ადამიანი, ყველა ადამიანი განსაკუთრებულ სხვადასხვანაირად დროს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ახლა ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველას თავისი აქვს, თავისი ტვინიც, ყველას ტვინიც უნიკალურია და თავისი პროცესები მიმდინარეობს ამ ტვინში, მაგრამ ძირითადად როგორ ხდება ახლა დროის აღქმა, ეს არის ტვინის აქტიური პროცესი. და ძალიან არის დამოკიდებული ადამიანის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სხვა ფაქტორებზე, გარემო ფაქტორებზე. რაც ჩვენს გარშემო ხდება, ხო? რას ნიშნავს ბიოლოგიური ასაკი, ამას ნელ-ნელა მივყვები. ამას ესე დეტალურად არა აქვს ახსნილი, მაგრამ მე ვეცდები უფრო ჩემი ცოდნაც, რაც ვიცი ამ დროის შესახებ დავამატო, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩემი მას უკეთებ, ხო? დამატებით ჩემი აზრებსაც, რას ვფიქრობ მე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი აზრი, ეს არის მეცნიერულად დადასტურებული აზრი, რაზეც ახლა მე მინდა ვისაუბრო. დროის ჩვენებული აღქმა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის აღქმა იცვლება თავისი ასაკის გამო, როგორც უკვე გითხარით, ეს არის ბიოლოგიური ასაკი, გარემოებები, გარშემო პირობები, სად ვართ, როგორ ვართ, ვინ არის ჩვენს გარშემო, რას ვაკეთებთ, საქმიანობა, რა თქმა უნდა, და აი ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ პროცესს მეცნიერები გონების დროს ეძახიან, ანუ გონების დროით არის მოხსენებული, თუმცა ეს არ არის ის საათობრივი დრო, არსებობს კიდევ ჩვეულებრივი საათობრივი დრო, ხო, და აბსოლუტურად განსხვავდება მისგან. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა ფსიქოლოგების მიერ, ჩართული იყვნენ ლინგვისტები, კოგნიტოლოგები, ნევროლოგები და ბევრი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია სწავლობენ ამ დროის აღქმის პროცესს. ადამიანებს, როგორც უკვე გითხარით, სხვადასხვანაირად შეუძლიათ ეს აღქმა თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფოკუსირება დროის აღქმაზე არ ერთ რომელიმე სენსორულ სისტემაზე კი არ არის აწყობილი, არამედ პირიქით გადანაწილებულია სხვა სისტემაზე, სადაც არის ჩართული როგორც თავის ტვინის ქერქი, ასევე ანათხემი, ხო? ნათხემი, რასაც ვეძახით, ეხლა მე ცოტა ტერმინები აქვს, სამედიცინო ტერმინები შეიძლება შემეშალოს, მაგრამ არ აუშავს. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტვინის ჩვენ გვაქვს ჰიპოთალამუსი და აი მასში არის პატარა ბირთვი, რომელიც აკონტროლებს მაგალითად
დროის აღქმაში ხა ძილის პროცესიც შედის, ხო? ძილის პროცესს ეს აკონტროლებს ჰიპოთალამუსი და თავის მხრივ ეს პატარა ბირთვი არის ჩვენი დროის მენტორი, რომელიც განაგებს აი სინათლის და სიგნალის ფაქტორებს განაგებს და ამის მიხედვით კონტროლდება ჩვენი დროის აღქმა. ასევე დროის აღქმის მეორე მექანიზმი ეს არის ამას ეძახიან შიდა ტაიმერს, რომელსაც მართავს ჩვენში არსებული ფსიქოლოგიური ფაქტორია ეს უკვე დოფამინის დონე. როცა ადამიანი ძალიან ღელავს, როცა ადამიანი სტრესშია, ხო? მოუსვერად არის. ამ დროს დოფამინის დონე იზრდება, მაღალია და თითქოს ჩვენი დროც იწელება ამ შემთხვევაში. ანუ უფრო გვეჩვენება რომ გაიწელა დრო, დიდი დრო გადის, არადა შეიძლება რაღაცა 1 საათი მთელ დღეთაც კი მოგვეჩვენოს, ხო? ანუ წუთები შეიძლება საათებად მოგვეჩვენოს და საათები პირიქით მთელ დღედ. და როდესაც მაგალითად დოფამინის დონე დაბალია, რაც ხდება ხოლმე მაგალითად დეპრესიის შემთხვევაში, დააკვირდით აბა გარშემო თუ ვინმე არის ესეთ მდგომარეობაში, რამდენჯერ უთქვამთ ადამიანებს, რომ თითქოს დრო შენელებულია, გაჩერებულია, აჩქარებულია და როდესაც დეპრესია აქვს, ამ შემთხვევაში ძალიან არის აჩქარებული დრო. ანუ მივხვდით ხო ის სტრესის დროს იწელება დრო, აღარ დამთავრდა ეს დრო და როცა არაფერი არ გინდა, ფარდებს ჩამოუშვებ, მოწყენილი ხარ, გძინავს, ისე გავა მთელი დღე, ისე გადის მთელი დღე, რომ ვერც გაიგებს ადამიანი, ვერ ხვდება. ანუ ჩემს ცხოვრებაშიც იყო ესეთი პერიოდები, მე დეპრესია არ მქონია, მაგრამ იყო ესეთი პერიოდი, როდესაც ძალიან ნელა გადიოდა დრო და იყო ისეთი პერიოდი, როდესაც სწრაფად გარბოდა დრო, ისე სწრაფად, რომ სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდშიც ძალიან მეხმარებოდა წიგნი აწმყოს ძალა და იმის ჩაწერებსაც ვაკეთებდი, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო 3 თვის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში ძალიან სწრაფად გაირბინა დრო. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიყავი დეპრესიაში, მაგრამ აი ტკივილის შემთხვევაშიც, როცა რაღაცაზე ხარ კონცენტრირებული, თითქოს ისე გავიდა ზაფხული და ზამთარი ისე მოვიდა, ვერც კი გავიგე, ვერც კი მივხვდი, იმიტომ რომ საერთოდ არ შემიმჩნევია, ისე უცბად მოხდა ეს დროის გარბენა. ასევე ხა ნახეთ დროის აღქმა როგორც ვთქვი, ესე იგი კონცენტრაცია, რაზეც გაკეთებული, იმას თუ მიაყურადებ, საერთოდ გეკარგება. ანუ ჩემ შემთხვევაში ტკივილზე იყო კონცენტრაცია და იმიტომ გავიდა მალე. მაგრამ ნახეთ, კიდე ეს უარყოფითი ფაქტი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგ შემთხვევაში, როდესაც აი რაღაცას აკეთებთ მთელი მონდომებით, მთელი ენთუზიაზმით, მთელი გულისყურით და ჩართული ხართ ამ საქმეში, დააკვირდით რა სწრაფად გარბის დრო. და აი ვაიმე რა სწრაფად გავიდა მთელი დღე, ვერც კი მოვასწარე ბოლომდე რომ გამეკეთებინე ჩემი საქმე. იმიტომ რომ კონცენტრაცია გადატანილი გაქვთ იმაზე, რომ საქმეზე რა, ერთ რაიმე კონკრეტულ საქმეზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან არის დამოკიდებული ჩვენს ემოციებზე. დროის აღქმის პროცესი, როგორ აღვიქვავთ ამ დროს, ხო? მაგალითად, როდესაც ადამიანი არის შიშის ემოციაში და მუდმივად რაღაცის ეშინია, სულ რაღაცას საფრთხეს ელის, ეს დროც ძალიან უსაშველოდ იწელება. აი, თუნდაც საპატიმროში რო არის ადამიანი მოხვედრილი, ძალიან იწელება ამ დროს დრო. ან მაგალითად, ხო, ნუ აი ელემენტარულად, რასაც აი თუ საფრთხეს ელის ადამიანი, მაშინ ძალიან იწელება და წერან გითხარით, რომ შფოთვა როცა აქვს და როდესაც ესეთი მოუსვენად არის ადამიანი, პირიქით ძალიან პირიქით კი არა, ძალიან მაშინ ძალიან იგივენაირად ძალიან ნელა გადის ეს დროც, ხო? შფოთვების, შიშების დრო ძალიან ნელა გადის. და როდესაც თუნდაც კარგ ხასიათზეც ვილაპარაკე, ესე იგი მაგაზეც და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს. ასაკობრივია დროის აღქმა. და ესაც ჩემი საკუთარი გამოცდილებითაც.
უკვე ხვდები ნელ-ნელა შევდივარ ეთქვა იმ ასაკში, რომ ჩემთვის ძალიან სწრაფად კარგის დრო, ძალიან სწრაფად. ბავშვებისთვის ძალიან ნელა გადის დრო. იმიტომ რომ ბავშვებისთვის ყველაფერი ახალია, რაღაცა სიახლე, რაღაცა თამაში, გართობა და დამატეთ კიდე იმას, რომ ასაკი რო გვემატება, იმდენად, რამდენადაც ასაკი მოდის, უფრო რა ვიცი, ახლა უფრო მეტად ვართ რაღაცა უფრო ბედს ფიქრობს, დეპრესიულებით ვარ, ყოველ შემთხვევაში ფიქრით და იმითი ძალიან უცებ ვერ ვასწრებთ, ვერაფერს ვერ ვასწრებთ, თითქოს ესე გვიჩვენება. და ის დროც, რაც გავიარეთ, განსაკუთრებით, ახლა მე არ ვიცი რომ მართლა ჩემ ასაკშიც ყველასთან ესეა, მაგრამ ძირითადად ასაკობრივია ესეც. ანუ როგორც უკვე მივხვდით, დროის აღქმას აქვს თავისი მიზეზები. მაგრამ ახლა რას გვეუბნება გადავიდეთ დაუბრუნდეთ ჩვენს წიგნს, ხო? ამას ძალიან საინტერესოდ გვიხსნის ჩვენი ავტორი და გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენებური აღქმა დროის. ოღონდ როგორც ჩვენებური ისედაც გვაქვს, მე თუ მკითხავთ, მაგრამ ამას როგორ იცით, რომ ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ისეთი აღქმა. შენელებული. თვითონ მაგალითად, როგორც დასაწყისში ვთქვი, ერთი დღე აქცია 3 დღეთ და ამან ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა. ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა. იმიტომ რომ დღე ქონდა დაგეგმარებული, ამაზე ახლა არ მინდა რომ წინ გავასწრო მოვლენებს და აი თან წავიკითხავ და თან განმარტებას გავაკეთებ. ხო, და დასკვნა ესეთი გავაკეთოთ ახლა ამ თავიდან, ქვეთავიდან, რომ როგორც კი მიხვდები, რომ შეგვიძლიათ, როგორც მივხვდით უკვე შეგვიძლია რომ დრო შევანელოთ და როგორც კი მიხვდები, რომ შეგიძლია დროის აღქმის შეცვლა, შენს სასარგებლოდ, შენი ინტერესებისათვის, დროის მოდრეკისა და მის გამოყენებას, დაიწყებ დროის მოდრეკას და მის გამოყენებას, ავტორი გვეუბნება. ხო. თქვენ გახსოვთ ალბათ ახლა ბენჯამინ ფრანკლინს აქვს ნათქვამი, რომ დრო არის ფული და რატომაც არა გამოვიყენოთ უნდა ეს დრო ჩვენც და ვინც მიყვება აი ამ პრინციპებს ავტორის თქმით, ვინც სწორედ ეს კიდევ ერთის პრინციპებით ცხოვრებას დაიწყებს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია შეანელოს დრო. ეხლა კიდე რაზე მინდოდა რომ ესაურა, მე თან მინდა რომ წავიკითხო და ისე გავაგრძელოთ. დრო ფულზე ძვირფასია. ფული არის შევსებადი რესურსი, შენ ყოველთვის შეგიძლია დოლარების დამატება ბანკის საკუთარ ანგარიშზე, მაგრამ ვერ დაამატებ დროს შენს ცხოვრებას. ხო, ცხოვრებას რა თქმა უნდა, ხა დროს ვერ დავამატებთ. ჩვენი დრო შეზღუდულია, თუ 40 წლის ხარ, უკან ვერ დააბრუნებ კალენდარს და ვერ გახდები კვლავ 30 წლის. წერლები, მხატვრები, კომპოზიტორები და პოეტები საუკუნეების განმავლობაში ახდენდნენ დროის რომანტიზაციას. მოკლედ, ეხლა ჩემი ყველაზე საყვარელი და შესაძლოა მარტივი აზრი დროზე მიეწერება ბენჯამინ ფრანკლინს, რაც წეღავ თქვი, ხო, რომ დრო არის ფული. როდესაც შენი დრო ამოიწურება, ვერ შეძლებ მის განმეორებას. დროს ვერ დაიბრუნებ, მაგრამ ჩვენი უძვირფასესი აქტივით ხშირად მანიპულირებენ. გონების დრო, რაზეც ვისაუბრე ახლა, აღქმადი დროა და ის პირდაპირ უკავშირდება ტვინის მიერ რამოდენიმე ცვლადის ინტერპრეტაციას. ასაკის მატებასთან ერთად. მე ფაქტურად ვისაუბრე ამ ასაკის მატებაზე, მაგრამ დავამატებ ასევე იმასაც, რომ ასაკის მატებასთან ერთად აქაც გვიხსნის ავტორი, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის და მიზეზი რა არის იცით ამის? ანუ ტვინის მიერ ეს ჩვენი აზროვნების სახეები დამუშავება, რასაც ჩვენი აზრები მაგალითად და აღქმის სისწრაფე
ნელდება. ანუ ისე როგორც ახალგაზრდა აღიქვავს რა აი ყველაფერს მძაფრად. ჩვენ არა რატომ მე სულაც არ ვარ იმ ასაკში. ასაკობრივად, უკვე ასაკიან ადამიანს დააკვირდით მოხუცებულებს უფრო ნელა აქვთ ეს შენელებულია პროცესი მათი. და სხვათა შორის აი იმიტომ არის მე ასაკობრივი მაგალითად თვალის იმაზეც არის ეს დამოკიდებული უკვე ესეც მცირდება მხედველობა და გამოდის რომ აზროვნება აღარ არის ისეთი სხარტი და ტვინის ნეირონების პროცესია ხო ნეირონები თანდათან იკლებს მცირდება ეს ნეირონები, ნადგურდება და ამიტომ გონია, რომ დრო აჩქარებულია. ანუ სინამდვილეში ახლა დრო არის, ხო, მაგრამ ეს ამას იმიტომ ქვია გონებრივი დრო. და ეს ჩვეულებრივი საათებრივი დროა. და გითხარით კიდეც, რომ განსხვავდება ძალიან ერთმანეთისგან რადიკალურად. ანუ ჩვენი აღქმა იცვლება ნებისმიერ ასაკის შესაბამისად დროსთან მიმართებაში. და ყველაფერთან მიმართებაში. ასევე არ მინდა რომ გამორჩეს ეხა გამახსენდა რომ როდესაც ადამიანი იღლება, გადაიღლება მუშაობით, შრომით, რა ვიცი, აი ნებისმიერ რაღაც შეიძლება დაიღალოს ადამიანი. მით უმეტეს როცა არ სიამოვნებს რაღაცა, მაშინ მიქრება ეს ორდინატორი, რა ქვია მას. ნოუთბუქი და ვანათებ ხოლმე, არ ვიცი, ახლა ჩაწერის პრინციპები მე ძალიან აშორს ვარ ამ გადაღებებთან და კამერასთან და ცოტა მიიჭირს ეს პროცესი. ხო, ესეც ალბათ ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ უფრო სხვანაირად დავარეგულირებდი, მაგრამ რაღაცნაირად არ მინდა რომ დრო დავკარგო ამ ტექნიკაზე, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ რაღაცა ვერ მოვიცალე და უფრო სხვა რაღაცებს ვანიჭებ უპირატესობას და პრიორიტეტები ეს მაქვს დაალაგებული, მე გადავალთ პრიორიტეტებზეც და ვისაუბრებთ ამაზეც. ხო, როცა იღლება ადამიანი მისთვისაც იცით, აი ძალიან ნელდება ვიზუალიზაციაც, დანახვაც მაგალითად, ტაქტიკური შეხებითი შეგრძნებებით, ინფორმაციის გადაცემა სმენითი თუნდაც და ამ დროსაც გონია, რომ დრო არის აჩქარებული. ეხლა ამან ჩამოგვიყალიბა 5 პრინციპი დროის აღქმის. და რომელიც თვითონ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ეს ყველაფერი ჩვენ და გადავიდეთ აი ამ პრინციპების განხილვაზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩაუღრმავდი ჩემი მიზნების მისაღწევად საკუთარი დროის მაქსიმალურად გამოყენების კონცეფციას. ადრევე აღმოვაჩინე, რომ პატივი უნდა ვცეთ დროის ბუნებას. ყველა წარმატებული ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ეს არის წარმატების საფუძვლები. შენმა დამოუკიდებულებამ დროის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცვლადის მიმართ, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოთ. ცვლადის რას ნიშნავს, რომ დრო ხო ცვლადია, იცვლება და ნებისმიერი რამ, რაც იცვლება და საერთოდ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იცვლება დროსთან ერთად, რა თქმა უნდა, და აი ეს ამ დამოუკიდებულება შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს თუ რამდენად წინ მივიწეთ ცხოვრებაში. ანუ ჩვენ როგორი დამოუკიდებულება გვაქვს ამასთან. მე მაგალითად თან შევთავ ხო ჩემს ისტორიებს. ძალიან ძნელად შევეჩვევი, ძალიან ძნელად გამომდის ერთი პოზიციიდან, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. ეხლა ადრე ესე არ იყო, რა თქმა უნდა. ნუ აი ასაკთან ერთად მოდის ესეც, რომ მაგრამ ეს უნდა სწრაფად მოვახერხოთ. ანუ უნდა ავუწყოთ ფეხი იმას. მიმღებლობაც უნდა გქონდეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზოგჯერ არის, რომ მიჯაჭვულობა გვაქვს რაღაცეებზე და გვიჭირს რაღაცეების დათმობა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ესეც არის, მაგრამ ძირითადად ეს იგი, თუ გინდა რომ წარმატებებს მიაღწიო, აუცილებლად უნდა ვფიქრო წინსვლაზე. ანუ არ უნდა დარჩე იმაში, წარსულში. წარსულ მოვლენებს აღარ იმას განვითარება რა არის, ხო? მიდიხარ წინ და ხო მართალია, მე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა, ხა კომფორტის ზონას ხშირად ვახსენებ ხოლმე, იმიტომ რომ ის კომფორტის ზონაა, რომელიც საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ იქ კარგად ხარ, მაგრამ შენთვის ჩვეულია და შენთვის უკვე კარგია. უკვე შეჩვეული რაც არის, კარგია და ამიტომ გვიჭირს ხოლმე იქიდან გამოსვლა, მაგრამ შენ თუ გინდა რომ
მიხვიდე იქ რაღაც სასურველ მიზნამდე, აუცილებლად უნდა აუწყო ფეხი ამ დროს და მიყვე ამ 5 პრინციპს, რომელსაც ახლა მე ჩამოვიყალიბებთო, აი დაახლოებით ესე გვეუბნება, ხო? პირველი, რასაც ამბობს, დაამატე მეტი დრო, მეტი დღე შენს დღეს. დღე ბრჭყალებში უწერია, მეტი დღე დაამატე შენს დღეს. როგორც გითხრა, თვითონ სამჯერ გაასამაგა თავის დღე. კიდევ ერთის პრინციპით მოაზროვნეებმა უნდა უყუაგდონ 24 საათიანი დღის ცნება. და სხვათა შორის ეს ძალიან მარტივია ეხლა, აი ეხლა მით უმეტეს. იმიტომ რომ ნახეთ, ადრე არ იყო არც ეს ამდენი ტექნიკა ესე არ იყო განვითარებული, ხო? ამდენი ინტერნეტის საშუალებით, როგორ უცბად შეგიძლიათ გააკეთოთ საქმე, სახლიდან გაუსვლელად, წარმოვიდგინეთ 5 წუთში შეიძლება მოაგვარო ისეთი პრობლემები, ისეთი საქმეები, რომელსაც ადრე მაგალითად საათები სჭირდებოდა, ან თუნდაც ადრე უნდა გაგვიგზავნა წერილი, მაგალითად გვჭირდებოდა გადასახადები თუნდაც, მოდი ყველაზე მარტივი ავიღოთ. გადასახადები გადაგეხადა და უნდა წასულიყავი და ან პოსტით გაგეგზავნა, ან აქ, რაც აქ ვარ, ამ წლების მანძილზე ეს ბოლო წლებში შეიცვალა ეს ყველაფერი, თორემ მანამდე ხო ჩვეულებრივად ვიდიოდი, უნდა გაგეგზავნა პოსტით, ან ვისულიყავი პირადად გადაგეხადა, ან ჯარიმა იქნებოდა თუ რაღაცა მაშინ ესე იყო ყოველთვის, მიდიოდი და იხდიდი. ყველაზე მარტივი გამახსენდა. ეხლა ამას რაღაცა 2 წუთში გააკეთებ, გახსენი ინტერნეტი და გადაიხადე ყველაფერი თუ რამე გადასახადი გაქვს. ან მაგალითად შენი სამსახურის CV-ს დარიგება გინდა, შეგიძლიათ პირდაპირ გააგზავნო, თუმცა უკეთესია ამ შემთხვევაში კარდაკარია, რომ ამაზე ხო ვისაუბრეთ წინა თავში და არ დანებდე და მხოლოდ ამას არ დაელოდო, მაგრამ ძირითადად ყველაფერი ძალიან მარტივია. კარგი, დავანებოთ თავი ამ ბოლო პერიოდს, რომელმაც ესე გაგვემარტივა და დროის დაზოგვის საშუალება მოგვცა, მე ვიტყოდი, თუნდაც ახლა ავიღოთ ბოლო 100 წლეული. წინ 100 წლეული, აი ბოლო პერიოდი ავიღოთ, ხო? როცა გაჩნდა უკვე მანქანა, ტექნიკა, თვითმფრინავი, როგორ უცბად ერთ დღეში შეიძლება ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადაფრინდე რამოდენიმე საათში შეიცვალო შენი ადგილმდებარეობა, როცა ადრე ეს შეუძლებელი იყო. საერთოდ შეუძლებელი იყო სულ ადრე წარსულში რომ გადავიდეთ, ხო? ასევე ესე იგი ეს არის ერთის მხრივ თუ რაღაცა არ მოგწონს ამ ბოლო ამ განვითარების ამ რაღაცა არ გვიყვარს ეს ინტერნეტით ამდენი სოცკავშირებით ამდენი ცუდი ინფორმაცია შემოდის, მეორე მხრივ კარგიც არის, რა თქმა უნდა. ხო, მიაქციეთ ამას ყურადღება, რომ დრო მოგებული გვაქვს. ასევე კიდე რასე აქ ახლა გამახვილებული ყურადღება. მოძველებულია, გვეუბნება 24 საათიანი დღის ცნება, თუ მაღალი შედეგების მიღწევა გსურთ. ჩემს სამყაროში, ისევე როგორც ყველა კიდევ ერთის პრინციპით მოაზროვნის სამყაროში, ეს ცნება აღარ გამოიყენება. ასე რომ 5 წუთში და 1 საათში იმდენი საქმის მოგვარება შეგვიძლია, რაზეც უკვე ვისაუბრე, რამდენიც ცოტა ხნის წინ, თუნდაც დღეები დაჭირდებოდაო. ეხლა გადავიდეთ სიღრმის აღქმაზე. მეორე ძირითადი და მნიშვნელოვანი არის დროის ძლიერი შეგრძნებით მოეკიდე. აქ ხვა მოვწურეთ ყველაფერი. არა, მოდი ახლა დღე როგორ უნდა გადავანაწილოთ 24 საათიანი დღე, რომ გახდეს 3. ეს თავარი არ მithქვავს, არ მინდა რომ რამე გამორჩეს. რა მოხდება თუ მოახერხებ და დღეს დაყოფ რამოდენიმე ნაწილად. რა თქმა უნდა, უფრო პროდუქტიული იქნები, ნაცვლად იმისა, რომ მაგალითად შენი დღე დროის ერთიან მონაკვეთად განიხილო, ეს უნდა დაყო სიფხიზლის საათები 3 ნაწილად. სიფხიზლის იგი დღის საათები, როცა გვიძავს, ხო 3 ნაწილად. 3 მინი დღედ.
ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ჩემი პირველი დღე გრძელდება დილის 6-დან შუა დღემდე, მეორე დღე ბრჭყალებში მეორე დღე თორე ერთ დღეზე აქ ლაპარაკი, შუა დღიდან 18 საათამდე, საღამოს 6 საათამდე და მესამე დღე, მესამე ნაწილი 18 საათიდან შუაღამემდე, ანუ 3 ნაწილად აქვს დაყოფილი. შენ თუ კვირაში 7 დღეს ცხოვრობ, მე ვცხოვრობ 21 დღე. ძალიან საინტერესო, სხვათა ძალიან საინტერესო ის შემოგთავაზა ამ დროის განსაზღვრა, როგორ გადავანაწილოთ ეს. და აი რას ვაკეთებ ახლა ამისთვისო, ხო? ამისთვის რას აკეთებს და დროს ეფექტურად ანაწილებს. ანუ არის ხო ისეთი დღეები, რომ ჩვენ გქონია ხა ცხოვრებაში ეს არ არის უცხო, რომ მაგალითად ძალიან ის ახარ ეფექტური ხარ, ყველაფერს ასწრებ, თითქმის აი ნახევარ დღეში იმდენი საქმე გაგიკეთებიათ, რომ რა ვიცი ძალიან ბევრი, თქვენ თვითონაც შეიძლება გაკვირვებული დარჩენილ ხართ, მაგრამ არის დღეები, ან თვეებიც კი შეიძლება გაგრძელდეს ზოგიერთისთვის, რომ თითქმის ვერაფერი ვერ გავაკეთე, ხო გითქვათ, ხო? ამიტომ არის სწორედ ასეთ შემთხვევაში ავტორმა ეს ძალიან კარგი მეთოდი შემოგთავაზა, რომ დრო დააყავით, დღე გაყავით 3 ნაწილად და გამოგივათ 3 დღე. და ეს 3 ნაწილი ახლა ნახეთ რას ვაკეთებთ. ჩემი დროის უფრო ეფექტური გამოყენებისათვის მე ვაკეთებ ასეო. დღის ხანგრძლივობის შემცირებისას ჩემი გონება თვლის, რომ ყოველი წუთი უფრო ძვირფასია. მე არ ვხარჯავ დროს ფუჭად, ვინაიდან სასწრაფოების ჩემი შეგრძნება უფრო მაღალ დონეზე მუშაობს. ნაცვლად ამისა, უფრო მეტად ვარ კონცენტრირებული იმაზე, რაც აი მაგალითად დღის პირველ მონაკვეთში უნდა გააკეთოს, რომ ხო დაყოს ამ ნაწილად დღის პირველ მონაკვეთში, რასაც აკეთებს. პირველ მონაკვეთში ყოველთვის უფრო პროდუქტიული ადამიანი აუცილებლად დილით გაღვიძება და პროდუქტიული როა ეს ბავშვობიდან გვასწავლեցენ, ხო? აი მე მაგალითად სულ მეუბნებოდნენ, რომ დილით ცოტა ადრე ადექი, გაიმეორე, ჩვენი თან სკოლა ჩემ დროს იწყებოდა ყოველთვის დილით. და გაიმეორე გაკვეთილი და უფრო დაგამახსოვრდება სუფთა აგონება და რა თქმა უნდა ესეც არის. ანუ დილით ხარ უფრო პროდუქტიული, დასვენებული, მთელი ღამე თუ კარგად გეძინა, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში და ამიტომ დილით უფრო პროდუქციულად იყენებს ამ დღეს და შემდეგ უფრო სტრატეგიას სახავს, ხო? შემდეგ უფრო მეორე ნაწილში უფრო შედარებით ნაკლებად ისეთ საქმეს გააკეთებს, რომელიც თulis, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია და მესამე ნაწილში აუცილებლად ახლა ადამიანმა უნდა დაუთმოს თავის დრო დასვენებას, გართობას არ გულისხმობ, რომ აუცილებლად ყოველ დღე არც არის საჭირო რომ გახვიდე და სადმე კლუბებში და ბარებში და რესტორნებში ან მეგობრებთან გაერთო, მაგრამ აი მაგალითად ოჯახთან დროის გატარება მესამე ნაწილის ოჯახს ყოველთვის სჭირდება დრო თუნდაც, ხო? ან მეგობართან ყავის დალევა და რაღაცა თუნდაც იმ მნიშვნელოვან საქმებზე ლაპარაკი პარტნიორთან, ბიზნეს პარტნიორი იქნება თუ აი ვინც იქნება დააკვირდით ახლა ეს მარტო დიდ ბიზნესი არ არის გათვლილი მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სერიოზული ბიზნესი ქონდა და აქვს ამ კაცს, მაგრამ ეს არის აი ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მიზნის მიღწევა, რაც აქვს დასახული. ყოველ იმაში გამოიყენება, თუნდაც პარტნიორთან ურთიერთობა. ნატომაც არა. ანუ და ასევე გვეუბნება, რომ ხედველობიდან არ გამოგრჩეს ფაქტი, რომ შენი ცხოვრება ჯერაც წონასწორობის მდგომარეობაშია. უწინდებურად პოულობ დროს შენი ცხოვრების ყველა მიმართულებისთვის. მხოლოდ უსარგებლო ჰაერი უნდა გამოდევნო დღის ფუჭად დახარჯული ნაწილებიდან. თავიდან შესაძლოა შეშინდე ამის გაკეთებისას, მაგრამ როდესაც მოსინჯავ, ძველ ცუდ ჩვეულებებს ახლით და ეფექტიანით ჩაანაცვლებ. უფრო სწრაფად იმოძრავებ წინ და უკეთ გააკონტროლებ შენს დროს. აი რა არის ყველაზე კარგი თუ ამგვარ აზროვნებას მიეჩვევი. წარმოიდგინე თვეში, წელიწადში 10 წლეულში, კვირაში 21 დღის მუშაობის ეფექტი, ან მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, ახლა კი შეადარე ეს იმისას, ვისი კონკურენტიც ხარ
ვინც ისე უყურებს თავის დღეს, როგორც დროის 24 საათიანი ინტერვალს. ფოტოშორის ხშირად ახსენებს კონკურენციას და რაღაცა ჩემ პროგრამაში ეს არ შემშინაგან იმაში ჩემი ის რომ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ხშირად ახსენებს ნახეთ იმას ის სხვა თუ მაგალითად 24 საათს თვლისო დღეშიო მე 3 დღე ვთვლი ერთ დღესო და სულ ხშირად ხვდება ეს რომ შენ იმაზე მეტი უნდა გააკეთო ვიდრე სხვა აკეთებს მუდმივად არის ყველა თავში მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არ არის აქ ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს ეს არ არის ის მომენტი რომ აი მე ვიღაცას ვედრები ან ვიღაცის ცხოვრებას უყურებ და იმით გავსაზღვრავ მე ჩემს ცხოვრებას უნდა ვაჯობო არ არის ეს პრინციპი აქ ჩადებული აქ უბრალოდ ჩადებული რა არის იცით რომ როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები ვინც ვერ აღწევს იმ დონეს რა დონეც მის ოცნებებშია ბიზნესი იქნება თუ საქმე იქნება თუ სამსახური იქნება დაწინაურება იქნება თუ კარიერა იქნება ნუ არ ვიცი ნებისმიერ რაღაცაში თუ გინდა რომ უკეთესი შედეგები დადო უბრალოდ იმ საშუალო დონეზე მაღლა უნდა იყო რასაც სხვები აკეთებენ იმაზე მეტი უნდა გააკეთო აი ეს იქნება ამ ადამიანის პრინციპი ეს არის ამ წიგნის პრინციპიც ხო ძირითადი რომ ვინც ცხოვრობს კიდევ ერთის პრინციპით აი ეს წესები უნდა დაიცვას აუცილებლად წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც ძალიან ნორმაში ჩაჯდება ძირითად მასაში რასაც სხვები აკეთებენ და როგორც სხვები ცხოვრობენ ეხლა გადავიდეთ მეორე პრინციპი. ანუ პირველი განვიხილეთ ეს არის რომ დაამატე კიდევ ერთი დღე შენს ჩვეულებრივ დღესო და ანუ სამ ნაწილად დაყო ამ ადამიანმა და მეორე ეს არის დროის ძლიერი შეგრძნებით მოეკიდე. ანუ დროს უნდა მოვეკიდოთ დროის ძლიერი შეგრძნებით. ახლა ვიმსჯელოთ ამაზე, ეს განვიხილოთ. გერმანელმა ფილოსოფოსმა შოპენჰაუერზეა ლაპარაკი, თქვა რომ ჩვეულებრივი ადამიანი ფიქრობს იმაზე თუ როგორ მოკლას დრო და ნიჭიერი ადამიანი კი მის გამოყენებას ცდილობს. ჩვეულებრივი გინდა იყო თუ ნიჭიერიო, ასეთ შეკითხვას გვაქვს. ხო, ეხლა ეს დროის მოკლა და მით იმაზე ფიქრობთ რომ დრო მე როდის გავა და დრო მოკლა ეს არის მე ვფიქრობ არ არის ნორმალური მდგომარეობაც კი მაგრამ აქ წერია რომ შოპენჰაუერი გვეუბნება რომ ჩვეულებრივი ადამიანები ესე არიან მაგრამ არ მგონია იმიტომ რომ ადამიანი მე არ ვეთანხმები უბრალოდ როგორ ჩემი მოსაზრებას გეტყვით ახლა ადამიანი რომელიც ფიქრობს იმას რომ დრო როგორ მე მოკლას ეს ჩვეულებრივი კი არ არის მე მგონი კიდე უფრო რაღაცა იმის ქვევით არის იმიტომ რომ აი იცით ხო რა მაგალითად არიან ძალიან ბევრი უბნები თბილისში მე რო ვიყავი ახალგაზრდა და ვცხოვრობდი მათ ჩემს წინ საფრთხეზე ვცხოვრობდი მუდმივად იყო ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ვიტყოდი ბირჟა და იქ კლავდნენ კი ბატონო დროს ბიჭები იდნენ დილიდან საღამომდე ან სემიჩკას მიირთმევდნენ მზეს უმზირას უკაცრავად სიგარეტის მოწერით და რაღაცა ლაპარაკით უაზრო ფუჭი საუბრებით იყო ხოლმე კი ესეთი იყვნენ ჩემ დროსაც ესეთი ადამიანები მაგრამ ეხლა ჩვეულებრივი ადამიანები მე მგონი არ ფიქრობენ იმას რომ დრო მოკლან მაგრამ სამაგერო ჩვეულებრივი ადამიანები როგორც ცხოვრობენ ძალიან დიდი ნაწილი დილით სამსახური მე საღამოს დაღლილები სახლში და ესეც ფაქტიურად როდესაც სამსახურიდან უკმაყოფილო მოდის ადამიანი განსაკუთრებით იყო ეს ადრე ახლა შეიძლება კიდევ უფრო ნაკლებად იყოს ეს ვიდრე ადრე იყო თუ მე მეჩვენება ესე არ ვიცი შეიძლება მე მეჩვენება იმიტომ რომ ჩემს გარშემო ნაკლებად არიან ისეთი ადამიანები ვინც დროს კლავს და როდესაც მიდიხარ და არ გიყვარ შენი სამსახური, აი მაშინაც არის ხო ერთი როდის გავა ეს დრო რომ წავიდე სახლში ხა და დავისვენო დაღლილმა და დაკანცულმა მივიწვია ხა მდივანზე და დავისვენო. ხო არიან ესეთი რაღაცები. ესეც ფაქტურად ეს უკვე ჩვენი აი რა ვიცი ძალიან სამწუხაროა ესეც რო ხდება ხოლმე, თუმცა ხდება. და როდესაც დროს ვიყენებთ ყველა მომენტს და ყველა მონაკვეთს დროის ეს უკვე
არ არის ყველა ადამიანი სხვადრიო, გვეუბნება და ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს იმაზე, როგორ გამოიყენოს თავისი დრო. აქ უკვე არის საკვანძო მომენტი და ეს არის სასწრაფოობა. ჩემი გამოცდილებით, ჩემი არა, აგერ კითხულობ ახლა იმას, არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება ორ მომენტს შორის. პირველია, რამდენად სწრაფად მირბი ხარ და მეორე, რამდენად ახლოს ხარ ფინიშთან. და ახლა ეს ამ ორ შორის ნამდვილად არის ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითისთვის განვიხილოთ, სპორტსმენი, როდესაც მირბის, ხო, ან მიდის რაღაც გარკვეული გზა აქვს, დიდი გზა აქვს გასარბენი და უნდა კონკურსი შეჯიბრია, მაშინ რაც უფრო მიუახლოვდება ფინალს, ფინიშს უფრო სწორად, მით უფრო მერე ასწრაფებს. ჯერ თავიდან იწყება ხოლმე სწრაფად, ნუ ახლა ვინც გამოცდილი სპორტსმენია, მათ თავიანთი აქვთ, იციან რა უნდა გააკეთონ, მაგრამ არის ხოლმე ახლა აქაც ხშირად შევსწრები ვარ, რბოლები, წელიწადში ერთხელ არის სპეციალური დღე აქვთ დანიშნული ამისთვის, ველოსპორტიც არის, თავიანთი ჩვეულებრივი ფეხით მოსირბილეებისთვისაც არის და თავიდან ახლა ვინც გამოცდილია სწრაფად გარბის და მერე იღლება და ძალიან მალე გამოეთიშება ხოლმე ამ ღონისძიებას, რბოლას თუ სირბილს და ვინც იცის, ხო, თავიდან უფრო ნელი ტემპით მიდის და მერე როდესაც უახლოვდება უკვე ფინიშის ხაზს, მაშინ აჩქარებს. ეხლა ნახეთ რა ხდება, ეს ერთგვარი ტაქტიკაც არის და ტექნიკურადაც უკეთესია, როგორც ჩანს. და ასევე არის ის, რომ როდესაც ადამიანი ფინალურ ნაწილს უახლოვდება, მაშინ სიჩქარეს უმატებს, იმიტომაც რომ აინახეთ ფიზიოლოგიურად როგორ არის გამოიყოფა მანდაც უკვე ისეთი ჰორმონები, რომელიც ბედნიერების და სიხარულის მომტანია, ანუ უკვე ხვდება რომ უკვე წინ არის და აი ცოტაც დარჩა და უნდა გაიმარჯოს და აი ეს უკვე აძლევს მეტ мотиваციასაც და ადრენალინიც გამოდის ამ დროს რაღაცა იმაშიც არის აზარტშიც არის ქართულად როგორ არის ეს სიტყვა შესული და უფრო სწრაფად ახერხებს გარბენას. ასევე უნდა იყოთ ცხოვრებაშიცო, გვეუბნება, ნუ დაახლოებით ესე არის ამასაც ახსნილი, ახლა რაც მოგეყევით, ზუსტად იგივეს არ ვამბობ, მე ჩემი სიტყვებით გადმოვეცი, მაგრამ ასევე არის ადამიანი, როდესაც მიზანს უახლოვდება ცხოვრებაში ნებისმიერ სფეროში, ის უფრო აჩქარებს ამ ტემპს და უფრო სწრაფად მიდის, იმიტომ რომ აი სტიმული აქვს, ნუ იზრდება მისი мотиваცია და პოზიტიური ემოციები და სიამოვნების ჰორმონები უფრო მუშაობს, მაშინ გრძნობს რა სიამოვნებას განიცდის. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ადამიანისთვის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხედვა. ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია და დიდი ხანია ხშირად მიფიქრია ამაზე, რომ მნიშვნელოვანია როგორი არის ადამიანის ხედვა და როგორ ხედავს სამყაროს, თუნდაც ამ მიზანს და მიზნისკენ მიმავალ გზებს ასევე. და ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, წარმატებაც და წარუმატებლობაც. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ეს გვეუბნება, რომ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რომ ხედვა არ აქვს ადამიანებს, ბევრ ადამიანს არ აქვს ხედვა. არ ფიქრობს იმაზე. უბრალოდ აი რაღაცა მონოტონურად, ავტომატურად უბრალოდ მიყვება ამ თავის გზას. ზოგს საერთოდ მიზნებიც არ აქვს, ხო, ესეც არ არის გასაკვირველი. მაგრამ მთავარი მიზეზი წარუმატებლობის გახლავთ ის, რომ ხედვა რომ არ აქვს ის კი არა, არამედ არასწორი ხედვები რო აქვთ ადამიანებს, ესეც რა თქმა უნდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზია. ეხლა გადავიდეთ მესამე, ეს არის, ანუ მესამე ხუთი სხვა შემოგვთავაზა სტრატეგია დროის დაგეგმარების, ანუ სწორად გამოყენების. მესამე ეს არის ისწავლე დროის გაკონტროლება, ნაცვლად იმისა, რომ დრომ გაგაკონტროლოს. ესეც არ არის უცხო არავისთვის
და ნამდვილად დროის კონტროლი, ცოტა წავიკითხავ, როდესაც საკუთარ დროს გადაუდებლობის შეგრძნებით მართავ, ბატონი გახდები და არა მოსამსახურე. რაც უფრო სწრაფად მოძრაობ, მით უფრო ხშირად აკონტროლებ შენს დროს. შენ გაქვს სასწრაფოობის და გადაუდებლობის განცდა. ეს ვთქვით უკვე ხო, სასწრაფოობა, გადაუდებლობა და ამავდროულად პრიორიტეტების დასახარისხებლად მეტი დრო გრჩება. ხო, თავისთავად ცხადია. ეს შესაძლებლობას გაძლევს უფრო მეტი დრო დაუთმო იმას, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და სიამოვნებას განიჭებს. საკუთარი დროის კონტროლი აზროვნების სტილია. ხო, ეს არის აზროვნების ფორმა, რა თქმა უნდა, აზროვნების სტილია. დილიდანვე, ავტორი გვეუბნება, რომ დილიდანვე, სანამ ადგებით საწოლიდან, სანამ და გაღვიძებისთანავე, სანამ გონება არის ცინცხალი, სანამ გონება სუფთა და სანამ დავაბინძურებთ ჩვენ სხვა დაბინძურდება ჩვენ რატომ, მაგრამ ბინძურდება სხვა არა სასიამოვნო ინფორმაციები, თუნდაც ინფორმაცია, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება, სრულიად ზედმეტია ჩვენი ტვინისთვის, ხო? ამიტომ დილიდანვე დაიწყეთ დაგეგმარება, დილიდანვე მიაქციეთ ყურადღება იმას, რა აზრები გიჩნდებათ თავში, აი პირველი 30 წუთის განმავლობაში, რაზეც ფიქრობ, მერე მთელი დღე იმ მიმართულებით წავა. თქვენი, ანუ თუ ჩვენ დავიწყეთ დილა პოზიტიურად სიტყვაზე, ძალიან პოზიტიური იქნება დღე. იმიტომ რომ იცით რა არის, ჩვენ ხო ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ადამიანის აღქმაზე, ყველას ხო ჩვენი აღქმა გვაქვს და ჩვენ ვხედავთ საერთოდ სამყარო არის დუალური. აქ არის ყოველთვის ცუდიც და კარგიც. ბრჭყალებში ცუდი და კარგი დავარქვათ სახელები, წესით არ უნდა დავარქვათ, მაგრამ დავარქვათ სახელები. ჩვენ შეგვხვდება ნეგატიური ინფორმაციებიც, უარყოფითიც, შეგვხვდება, შეიძლება რომ გამოდიხარ გარეთ და მიდიხარ სამსახურში იქნება თუ სადმე, ადამიანი შეგვხვდეს, რომელმაც ისეთი შემოგიფუროს და ისეთი სახითი იდგეს, რომ მთელი დღე რაღაცნაირად აი ცუდ ემოციაში ჩაგაგლოს და არის პირიქითაც, ხო? ისეთი ღიმილით შეხვდეს, ის მეზობელი იქნება თუ უცნობი იქნება. აქ ევროპაში ძალიან მე უნდა მოგიყვეთ ახლა ერთი ის თემის გადახვევა გამომივა მერე. ევროპაში როგორ არის იცით, რომ ჩამოვედი პირველად ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. თუმცა ეხლა იმდენად ვარ მიჩვეული, რომ მან ჩამოვდივარ თბილისში, საქართველოში ყველა სუცინმეთ. აქ სულ გიღიმიან, სულ გიცინიან. კი, ბედნიერი ცხოვრება აქვს, გასაგებია, მაგრამ არც თუ ისე ბედნიერი, ყველას აქვს თავის პრობლემა და სხვათა შორის საფრანგეთი დეპრესიული ქვეყანა ყოფილა, მე არ მეგონა. სტატისტიკურად ერთ-ერთი ქვეყნებთაგან მიეკუთვნება, რომელშიც ნევროზების რიცხვი საკმარისად დიდია ადამიანებში. მაგრამ ეს საერთოდ არ იმჩნევა, არ შეიმჩნევა. არ არის ეს, რომ გავდივართ ქუჩაში, უცხო ადამიანები აუცილებლად გეუბნებიან, 10-დან 8 მაინც გეუბნება გამარჯვებას. მით უმეტეს თუ გზაზე შეგხვდა, ან გვერდი აგიარა, აუცილებლად გეტყვის. და მე არ მახსოვს, რომ აქ მაგალითად გადადიოდე გზაზე, ფეხით გადასასვლელზე და მანქანა არ გააჩეროს და აქ არის მიღებული, რომ მადლობას ეუბნები. ნელა გადადიხართ ამ გზაზე და მადლობას ეუბნები, თვითონაც მადლობას გეუბნება. მეც უდისაც მანქანით მოძრაობა, ფეხით მოძრაობა არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის ერთმანეთს უთმობენ, ერთმანეთს. აბსოლუტურად სხვანაირად ხდება აქ და ძალიან მომწონს ეს სტილი, იმიტომ რომ მე მთელი დღე კარგ ხასიათზე დგები და აქ ახლა თუ გამოხვედი და მეზობელი შეხვდა ისეთი, რომ აი მთელი ღამე არ მეძინა და სიტყვაზე აქ კი არა ზოგადად ვიძახი. ცუდად ვიყავი და წნება მქონდა, რაც ძალიან ხშირია ხოლმე, ხო? იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენ დროს იყო მეზობლებშიც.
იყო ისეთი რომ ზოგიერთი მეზობელი შეგვხვდებოდა ისეთ რაღაც წუწუნს დაიწყე რომ თელი დღე აი კიდევ ეხა გამოვა და დაიწყებს წუწუნს და დაიწყებს ისე რომ ცუდ ხასიათზე დაგაყენებს ან რაღაცა გახსნიას იმას რა ქვია ინტერნეტს და გამოგივარდება ინფორმაცია რაღაცა სწავლე აი ნუ ერთი სიტყვით მე მგონი ამაზე წინაზეც ვისაუბრეთ შევეხეთ ამას აი 30 წუთის მანძილზე პირდაპირ პირველი 30 წუთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ გავლენას მოახდენს თქვენი მთელი დღის ხარისხზე. ასე რომ დილიდან დაიწყეთ და ჩაუჯექით იდეებს, მიზნებს, დაგეგმარება თქვენი დღის, დაგეგმეთ. მართალია ეხლა ამ გეგმაში აი მაგალითად რა ვიცი ახლა რასაკეთებთ აღარ მინდა ეს მაგალითების მოყვანა პრინციპში ძალიან ბევრი დრო მიაქვს. რაღაცის გაკეთება გინდა და დაგეგმეთ რა დროს რა უნდა გააკეთოთ ჯერ სახლი მაგ დასალაგებელი სამსახურში ვარ დასალაგებელი ბავშვებია მისახედი იქ იმასთან მაგ ურთიერთობა იქ ჩანიშნული მაგ საქმიანი შეხვედრა ნუ არ ვიცი ყველაფერი შესაძლებელია კი არა და დიდი ალბათობით ბოლომდე ახლა 100%-ით არ იქნება ეს გეგმა შეიძლება იყოს კიდეც მაგრამ უფრო დიდი ალბათობით არ ხდება ხოლმე ისე რომ რაღაცა მაინც ამოვარდება რაღაცა შეიცვლება რაღაცა იქ ხდება გადანაცვლება მაგრამ მთავარია მაინც რომ ეს ძირითადი ნაწილი აუცილებლად შესრულდება ალბათ 80-20-ზე ხო ამ პრინციპით ასე რომ დავანებოთ თავი ამ გაჯეტებს და ცუდ ინფორმაციებს დილიდან და დავიწყოთ დილა მე გეტყოდით რომ ძალიან კარგია ნუ ახლა ჩვენ არ გვესწავლება ქართველებს ეს თითქმის დიდი უმრავლესობა ლოცვით იწყებს დილას ეს არის არაჩვეულებრივი ლოგინშივე საწოლშივე დავიწყოთ აი ამაზე ფიქრით მე გადავიდეთ მედიტაციებზე ჩვენია, ну, ან ვისთვის რომელი იქნება მისაღები მედიტაციები, ლოცვები, სიმშვიდე, ღრმა შესუნთქვა, მოსუნთქვები, ჰაერზე, აივანზე გახვალ, ან ვისაც ეს აქვს მithumetes უკეთესი კიდე მთლად და აი ასე დავიწყოთ დილაო და თვითონ ეს ავტორიც გვეუბნება, რომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, იზრუნეთ თქვენს წუთებზე, საათებზე იმიტომ რომ თუ თქვენ არ იზრუნებთ მასზე, სხვა ის თვითონ არ იზრუნებს თქვენზეო. დავანებოთ თავი ტვინის დანაგვიანებას. ასე გვეუბნება ავტორი. ეხლა კიდევ შემდეგი მეოთხე მნიშვნელოვანი სტრატეგია ხშირად გაზომე შენი ეფექტიანობა. ეფექტურობა ალბათ, მაგ რაღაც თარგმანში ეფექტიანობა ცოტა აღარაც არ მომწონს, მაგრამ ასე წერია. გაცრავად, ხშირად გაზომე შენი ეფექტურობა ალბათ, ეფექტიანობა, არ ვიცი. თუ ეფექტიანობა იზომება, ის უმჯობესდება. გაზომვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოტივაციის და ორგანიზების ყველა წამყვან ექსპერტს ზიგ-ზაგლერით დაწყებული და პიტერ დრაკერით დამთავრებული ეს იდეა თავის ფუძემდებლურ სტრატეგიაში შეაქვს მარტივი მიზეზის გამო. ეფექტიანობის გაზომვა მუშაობს. ვადების შემცირებას და სასწრაფოების გაზრდის კვალდაკვალ, ანუ ვადების შემცირება ჩვენ დღე ხო დავაგეგმარეთ და შევამცირეთ საათები. სასწრაფოების გაზრდა, ამაზეც ვისაუბრეთ და ამის კვალდაკვალ უნდა შემცირდეს ინტერვალები ეფექტიანობის გაზომვას შორის. რას ნიშნავს ეფექტიანობის გაზომვა? ანუ საკუთარი თავის შეფასება, ან დღის შეფასება მაგალითად. ზოგიერთი ადამიანი, აი ძირითადად მასა, წლის ბოლოს ხო ვაკეთებთ ამას, აი მაგალითად დავჯდებით სამსახურებშიც რაღაცა კვარტალი ყოველ 4 თვეში ხდება ან 3 თვეში ან წელიწადში ორჯერ არ ვიცი ეს გაზომა დამუშავება აი მოიტანა ადრესე იყო ყოველ შემთხვევაში მე როცა სამსახურში დავდიოდი რა შედეგები მოგცა სამათვე ან სკოლაში სემესტრების მიხედვით და ტრიმესტრების მიხედვით იყო ხოლმე შეფასებები მე შესვენებებიც ამის შემდეგ, ანუ შეფასება ხდებოდა. მაგრამ ნახეთ ავტორი რას გონება თქვენ შეაფასეთ თქვენი დღე, მე ვაკეთებ ამას ყოველ კვირა და
ძალიან ხშირათო, ყოველ კვირის ბოლოსო და კიდევ ერთის პრინციპით მოაზროვნებაც იგივე უნდა გააკეთოთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვიმუშავეთ ამაზე, სხვათა შორის ადრე როდესაც ჯგუფებთან ვმუშაობდი, იქაც მქონდა ეს ტექნიკები შეტანილი, ყოველდღიურად, ყოველ საღამოს ძალიან კარგი იქნება, აი ეცადეთ მიეჩვეთ ამას, შეგიძლიათ ჩამოწეროთ რა იყო დღევანდელმა დღემ რა მოგიტანათ, რა გამოგივიდათ კარგი, აი ესეთი შეკითხვები დასვათ. რა წერითი ტექნიკაა ჩვეულებრივი. ჩამოწერეთ რა მოგიტანათ იმ დღემ, რა გააკეთეთ კარგი თქვენთვის, ამ კითხვას უპასუხეთ, რა გააკეთეთ სხვისთვის კარგი, რამდენად პოზიტიური დღე გქონდათ და ყველა დეტალი დაწერეთ. აბსოლუტურად ყველა დეტალი გაიხსენეთ. შეაფასეთ ყოველი დღე, როგორ ჩაიარა დღე. და აი თქვენ ნახავთ ამით დისციპლინასაც მიეჩვევა ადამიანი. 21 დღე თუ გააკეთებთ ამას, მერე ჩვეულებრივად ჩვევაში გადაგეზრდებათ და წერა აღარ დაგჭირდებათ. აი 21 დღე წერეთ უბრალოდ რამ შედეგებზე მიიხვალთ, ხო? ნახავთ დააკვირდით. შეაფასეთ, ანუ თქვენი საკუთარი თავი, როგორი იყავით იმ დღეს, რა შეცდომები დაუშვით, ესეც დაწერეთ და მერე იცით რა ერთ სიას რო კარგს დაწერთ, მეორე სიაში რა იყო თქვენი შეცდომები იმ დღეს და მეორე დღეს უკვე ამას რო ჩამოწერთ მეორე და გადახედავთ მეორე დღეს უკვე სხვანაირად მოიქცევით და ყოველი დღე უკეთესი იქნება იმ წინა დღეზე. ესეც ერთგვარი ტექნიკაა, ხამას ეს ტექნიკა არ აქვს მოყვანილი, მაგრამ საკუთარი თავის შეფასება აქვს გაკეთებული, ხო? ასე რომ აი ესე, კიდევ რაზეა აქ რაზე აქვს ყურადღება. თუ შენი მიზანი ხო ეს არ გვინდა, ეს წავიკითხეთ და ეხლა გადავიდეთ მეხუთე. აიღე ორიენტაცია მომავალზე. ხო, ესე ძალიან მარტივად შეიძლება გაკეთება, ვითომ ერთ შეხედვით მარტივად, მაგრამ ამასაც უნდა მუშაობა, საკუთარ თავზე დაკვირვება და ჩვევების, ერთი ჩვევის მეორეთი ჩანაცვლება, იმიტომ ჩვენ მიჩვეული ვართ ყოველთვის წარსულზე ფიქრს. მაგრამ არავითარ შემთხვევაშიო წარსული სამუდამოდ წავიდა, მაგრამ სანამ მას ხელს არ გაუშვებ, ის გახდება ქურდი, რომელიც გპარავს ოცნებისა და წარმოდგენის უნარს. აუცილებლად უნდა გამოყო დრო შენს მომავალზე ფიქრისთვის, ვინაიდან სწორედ იქითკენ მიემართები, ოღონდ კავშირი არ უნდა დაკარგო აწმყოსთან, რადგან სწორედ ასე შეიძლება უკეთესი მომავლის აშენება. ხო, აწმყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ჩემთვის, იმიტომ რომ ეს მაძლევს მე მოტივაციას, ენერგიას, სიცოცხლის ხარლის, წყაროს, გაცნობიერებას, ყველაფერს. აწმყოში ყოფნა და თითოეული წუთი და წამი სიმშვიდის გარანტიაა, შინაგანი სიმშვიდის ჩემთვის. და აგერ ავტორი გვეუბნება, რომ ეს არის არა მხოლოდ სიმშვიდისთვის, არამედ წარმატებისთვისაც გადასარევი. აწმყოს არ უნდა მოწყდეთ, მაგრამ დავგეგმოთ მომავალი, დავგეგმოთ ჩვენი მიზნები, ვიმუშაოთ, იცით როგორ მომავალის დაგეგმარება უნდა იყოს ყოველთვის პოზიტიური. მომავალზე ფიქრის, როცა დავიწყებთ, უნდა იყოს ძალიან პოზიტიური, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ხვალ მეუკეთესად ვიქნები და დღეს ესე ვარ, აი ეს ძალიან ხელისშემშლელია. ანუ აწმყოში უნდა დარჩე. აი ეხლა ამ წუთას რას აკეთებ, ამ წუთას მე პირადად ვაკვირდები, სულ აწმყოში მინდა ვიყო, თუმცა ახლა ყოველთვის ვერ ვახერხებ, მაგრამ აი ახლა ვარ და მთელი გულისყურით ჩართული ვარ, რომ გავაკეთო ეს ჩანაწერი. აი მთელი კონცენტრაცია მაქვს იმაზე, რას გესაუბრებით, აგერ წიგნში რას წავიკითხავ, გააზრებებს ვაკეთებ, თან ჩემი მაგალითები მომყავს და მთლიანად ვარ ჩართული. პრინციპში აწმყოს არ მომწყდები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალზე არ უნდა ვიფიქრო. ანუ პარალელურად მე ამას რომ ვაკეთებ, ახლა დააკვირდით რას გიხსნით, ხო არა აწმყოში, მაგრამ თან მომავალისთვის, ახლა მომავლისთვის ვიკეთებ საქმეს. ჩემი მიზანი რა არის ახლა ამ ეტაპზე, ხო, ძალიან ბევრი მიზნები მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ წიგნის ჩაწერის მიზანი რა არის? პირველ რიგში
ჩემ თავს კიდევ მე რამდენჯერ გაუჟღერო იგივე, რაც უკვე წაკითხული მაქვს და რაც უკვე ვიცი. ეხლა მე რო თქვენ გესაუბრებით, ამ პერიოდში მე თან ტვირთავავ ვიდეოებს და ძალიან ბევრჯერ ვახსენე, რომ ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთმა ადამიანმაც რომ მომისმინოს, მე მაინც კმაყოფილი ვარ. იმიტომ რომ ეს მე მჭირდება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითარო ჩემი უნარები, ჩვევები, რასაც ხმამაღლა საუბრობთ, ესეც გაითვალისწინეთ, ვინც მომისმენთ ყურადღებით ბოლომდე, გაითვალისწინეთ, რომ როდესაც თქვენ საუბრობთ და ხმამაღლა ლაპარაკობთ, თქვენ ამას უფრო ადვილად იმახსოვრებს ტვინი და შესაძლებლობა და შანსები იმის, რომ მიაღწევთ იმას, რაცაც გინდათ, უფრო დიდია, იზრდება. აგერეთ წეღანა ვახსენე, რომ ჩემ თავზე ვზრუნავ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა თქვენზეც, რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანზეც, ვისაც აქვს სურვილი განვითარების, ვისაც არ აქვს იმის დრო მაგალითად წიგნი წაიკითხოს და შეუძლია მომისმინოს აგერ, ესეთი მოსმენით ძალიან ბევრ ამის გაიგებს. მე არ ვარ არც მასწავლებელი ამ შემთხვევაში, აი ამ თორე კი ბატონო, შემიძლია, კი იყო პერიოდი მასწავლებელთაც მუშაობდი, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე არ ვარ მასწავლებელი, უბრალოდ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, პირველ რიგში ჩემი თავისთვის და მე ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს ამის მოთხოვნა, განვითარება უნდა და ვისაც და თან როგორ არის, იცით, ეს მოდის იმ ადამიანებთან, ეს ცოდნა იმ დროს და იმ მომენტში, როცა თქვენ გჭირდებათ და როცა საჭიროა, ანუ თქვენ თუ ეხლა ამ ვიდეოებს უსმენთ, ეს თქვენ გჭირდებათ და ეს არის დიდი ნაბიჯი კიდევ ერთი თქვენი წარმატებისკენ. ასე რომ აი ასე. და კიდე რას ამბობს, ხო, მომავალზე ვისაუბრე, აწმოზე ვისაუბრებ, გამომეთიშება ზოგჯერ გონება, იმიტომ რომ გადავდივარ მეორე თემაზე, ეს ჩემი სტილია. ჩემი, ესე იგი რა არის, ყველა ადამიანს უნდა დააკვირდეს თავის თავს, რა ბევრი მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ სრულყოფილობაში იმ მდგომარეობაში მიხვიდე, რა მდგომარეობაშიც სასურველია წარმატებული ადამიანი როგორც უნდა იყოს. მე მაგალითად მაქვს ხოლმე რა იცით, ზოგადად ეს როგორ არის, აზრი უსწრებს, აზრი უფრო ადრე იბადება, ვიდრე შენ ამას ამბობ. ხო? და ზოგჯერ არის, რომ აზრის გაფანტვა ხდება ხოლმე და მომიტევეთ ამისთვის, მაპატიეთ, იმიტომ რომ მე მრავალჯერ ვახსენე ჩემი მდგომარეობა ამ ეტაპზე როგორიც არის და რაღაცა ამ ტკივილი გამაყუჩებლების ფონზეც შეიძლება იყოს შენელებული ეს პროცესი, თუმცა ეს მახასიათებს ისედაც. ყველაფერს იმას ვერ დავაბრალებ. ასე რომ აი ესე, კიდევ ერთის პრინციპით მოაზროვნეებს აქვთ თანდაყოლი ნიჭი, დახარჯონ დრო თავიანთ მომავალზე ოცნებებსა და ფანტაზიებზე, იოცნებეთ, იფანტაზიორეთ და ამავდროულად მტკიცედ იმოქმედონ აწმყოში იმის ჩამოსაყალიბებლად, რაც მომავალში ელოდებათ. ფანტასტიკური ფრაზებია. და ბოლო ქვესათაური ეს არის შეცვალეს სხვების შენდამი დამოკიდებულება. ხო. როდესაც ცხოვრებაში დროის მართვის 5 პრინციპს დანერგავ, შენს მიმართ გარშემო ყოფთა დამოკიდებულება შეიცვლება. როდესაც ადამიანები დაინახავენ, რომ ფუჭად აღარ ხარჯავ დროს, არც ისინი დახარჯავენ შენს დროს. ხო, ეს რა თქმა უნდა ის არის, როგორც ეკცევი საკუთარ თავს, ისე მოგექცევიან სხვა ადამიანები. ეხლა შეიძლება ეს სადაო იყოს ზოგიერთისთვის, არა მე ესე არ არის, მაგრამ მე წმეთ ესეა. და ესეც საკე თემაა კიდევ. არ დახარჯო დრო, როგორც მოექცევი, ისე მოგექცევა დროც. კიდე რა არის დარჩენილი მეტი არაფერი და ბოლოს ნება მომეცი დროის შესახებ კიდევ ერთი ამჯერად ჩარლზ დარვინის გამონათქვამი შემოგთავაზო. ადამიანს, რომელიც ბედავს და ფუჭად ხარჯავს 1 საათს, ცხოვრების ფასი არ სცოდნია. შეწყვიტე დროის ფლანგვა და დაიწყე მისი გამოყენება შენს სასარგებლოდ, რათა შენთვის
მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდე. მოკლედ ეს იყო მეოთხე თავი უკვე, ნელ-ნელა წინ მივდივართ. ძალიან მომწონს ეს წიგნიც. მიხარია რომ განვიხილავთ და მიხარია რომ მისმენთ და შემდეგი თავები რაც უფრო მივდივართ, უფრო საინტერესო, შემდეგ უკვე განვიხილავთ ემოციებზე, კიდევ ერთი ემოცია და ძალიან საინტერესოა. ეხლა მე დაგემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ, ჩემთან უკვე ღამეა, საღამოა, გვიანია, 11 საათი ხდება და ვისათანაც საღამოა და ღამეა, ბედნიერი საღამო და ბედნიერი ღამე. მშვიდობიანი ღამე.